სალამი მეგობრებო, მოგესალმებით. ეხლა მინდა ყველა ილიას ფანი დავპატიჟო და დედის დინებაზე რო არიან გადასული და დიდი ფანტაზია რო აქვთ თავიანთი ფალოსების მიერ შექმნილი, აი ის მინდა ისეთი ხალხი მინდა აქ ლაივში მოვიწვიო. აბა ერთი აქ როგორ მოატრიალებენ ენას და მანამ თქვენ შემოხვალთ მოგასმენინებთ აი ამ სიმღერას, რომელიც დაიწერა. ხო? იყო და არა იყო რა ილიას სული მიგორდა ამერთმა მოგკითხა ამბები ის იქმის სული ტიროდა შვიდასი ახალგაზრდის სულს ეკაჩებოდნენ ქაჯები მოვიდა დედა ქართლისა ყველანი ჩახსნა და იხსნა აღარ მოდის ოძალები საზვერეს ვეღარ გადვიდა ილიას სული ტიროდა მე და რამე ხიდა მეცა რომ არ ზრუნავდი შვილებზე მამად ვიხავი მავალი ვერც მამლის დაკლა მიშველი ვეღარ წლების სათავალი აც გამაქრობენ სულელსა ღმერთი წელიც დაიახვეს რა დარზრუნავდი შვილებზე მე სულელს აღარც მიცავი რა დარვიღვაწე არცირე რა დარვიბრძოლე ქრისტესთვის ელიახვემ რომ გამცირა რა მეშველება ვინმე თქვი ამას ტიროდა ილია სამშვიდველ მიღმა მჯდომარე მოელის მრავალ მოწამეს ნათლული სულებს რომ წავე ასელოდა ნათლულთა სულების გამოსალმებას დაარიცოდა რომ სულ სხვა დრო რომ მოსულა მალულე აც უკვდავება დაიწყო სულები აღარ მიდიან კაცნი ყოველნი ამ ქვეყნად უკვდავად გარდა იქმნიან ისე მოსულა ასტექით რეზი დამდგება ვინცელი ვის ნათელს სული დავბადეთ იქ დავიბადეთ იმედით პაკა ილია, პაკა. მოკლედ, ეხლა რა თქმა უნდა დადგმული რო არის ეს ყველაფერი და ვითომ ძალიან ისინი მივიდნენ და საავადმყოფოში მოიკითხეს კუჭის ვითომ კუჭის სისხლის დენით გადაიყვანეს და თან აპარატზე შეაერთეს, ასუნთქებდნენ, გესმის და თან კუჭი აიყო პრობლემა და თან ფილტვებიც, ოღონდ ფილტვები არ ახსენეს, მარტო კუჭი ახსენეს. ხომ ხედავთ, მე ესო გავაცხადე ტექსტი შეცვალეს. და მოულოდნელი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კი არა,
დაწერის მერე ჯანმრთელობის გავარესების გამო. ხო, ეხლა შუაღამეზე ჩამოყავთ თურქეთიდან ექიმი, თითქოს აქ ექიმები არ ყავდეს საქართველოში. მაგარი დომხალი აქვთ რა. მე გამოიყვანეს ესენი და ტექსტს ატრიალებენ ისე რომ ვერც მასალას გეუბნებიან რა სჭირს რეალურად მართლა ესე რო იყოს და ესე რომ მომხდარ იყოს სულ სხვა სახეები უნდა ქონოდათ ბუნებრივ მდგომარეობაში და სულ სხვა ტექსტები უნდა ესაუბრათ, მაგრამ საუბრობენ წაკითხულ დაზეპირებულ ტექსტებს და ისიც არ იციან რა უპასუხონ მედიას. გაიგეთ რა ხდება? ნუ ეხლა რა თქმა უნდა აღდგომა დღეს დაამთხოვენ მისი სიკვდილის დღეს და აღდგომა დღეს ილია უკვე აღდგომის წინა ერთი კვირა და ბოლო ერთი კვირა ვინც გავა უკვე ნათელშია და მე ალოცვინებენ დანარჩენ ცხოვრებს იმას. ეხლა ნახე რა მოხდება აქ რა, მე გეტყვით რა მოხდება. ამის სიკვდილი ხო გაცხადდება ეხლა. დაიწყება დედის ტირება საქართველოში. აღდგებიან სრულიად ძალები და ყველა ერთმანეთს დაეჯახება. მე ყველა ერთმანეთს ამოხოცავს და დიდი კატასტროფები იქნება და ვაფშე ეს შიო რო უნდათ რომ დააყენონ პატრიარქად, შიო კი არა, ნახე მაგად სასტავში ვერ ამოხდეს. ამოხოცავენ ერთმანეთს. ერთი მეორე ამოხოცავს ერთმანეთს. დედას უტირებენ თვითონ თავის თავზე ერთმანეთს. ეს ილია მეორის დაგეშილი ძაღლები აგერ აქ თავის ფალოსით რომ მარიაჟობენ ეხლა ჩემს გვერდზე. ამ ფალოსებს ყველა დაკარგავს. აბსოლუტურად ყველა გიჟი გამოვა საგიჟეთიდან, იმიტომ რომ ისინი დამწყდეული არიან საგიჟეთში მაგათ მიერ. დაინგრევა სრული სისტემა. დედაეტირება ყველა არასწორ და არამზად ვითომ ქრისტეს მადიდებელს. ყველა იმ ფარისეველს და სადუკეველს მწიგნობას დედაეტირება. დაიწყო დედის ხნა, მაგათი დედის ხნა დაიწყო და ახლა ნახავთ ჩემსაც ხომ გითხარით, მოკვდება თქო. ახალ წელსაც ვერ მიაღწევს მეთქი, ახალ წელს ვერ მიაღწია, მოკვდა 23 ნოემბერს უკვე მკვდარი იყო. ქაჩეს და აუყროლდა და ვეღარ გაკაჩეს და ეხლა უკვე გადაიყო და შუა ღამით გავხდეთ ცუდად კუჭი ილიას. შუა ღამით კი არა, შუა ღამით მოხდა, იმიტომ რომ არ დაენახა ხალხს და ფაქტობრივად ხალხი არ ყოფილიყო იქ მიმოქცევაში მტკვრის სანაპიროზე, რომ არ დაენახა მკვდარი რო გაყავდათ და სუნი რო იყო და აყროლებული რო იყო უკვე რა. ამიტომ შუა ღამით გახდეთ ცუდად და იქ რეანიმაციაში არის სურათს კი ვერ გვაჩვენებენ ილიას მეორის სურათს. რეანიმაციაში ყავთ იქ ჩამწყვდეული, მომწყვდეული, ჩაპარიკინგებული რომ ხსუნი არ აყროლდეს. არსად რეანიმაციაში არ ყავთ, ეგ ყავთ პარკში გახვეული, არ ვიცი რა. ჯერ რა გაუკეთეს მაგ საცოდავს. მაგ საცოდავმა ყველაფერი თავისი ხელმოწერით პირდაპირ ის დაიმსახურა, რაც მოუვიდა და ეხლა ნახეთ თქვენ, მაგ აყროლებულ გვამს, აი ნახავთ თქვენ რა, ჩემი სიტყვა არის და კანონი იქნება რა. მაგ აყროლებულ გვამს რომ გამოუტანენ ის ხალხი, ვინც არ ტყუდება და წინ დაუხეთქებენ და ამ აყროლებულ გვამს რომ გადმოუტრიალებენ, აი ზუსტად იმ დაკრძალვის დროს, მერე ნახეთ თქვენ რა მოხდება რა. აი თქვენ ბიჭო ვის გააცრუებთ? თქვენ ქართველებს გააცრუებთ? ქართველი ხალხი გენიოსია ბიჭო. თქვენ ებრაელის გავარდნილებო თქვენ. ამ გენიოს ხალხს რო ვერ მოატყუებთ, ეგ ხო კარგად იცით რა და მიწაში არ ჩაიდება ეგ კაცი. მაგის აყროლებული გვამი მტკვარში გადაისვრიან აეგრევე რა და თევზების საჭმელი გახდება ეგ საწყალი თუ თქვენ ამ ტყუილებით როგორ აბოლებთ ამ ხალხს? როგორ აბოლებთ თქვენ უსინდისო საზიზღარო ხალხო თქვენ? არ გეშინიათ მაინც სამართლის არ გეშინიათ, არ გეშინიათ მაინც ღმერთის ბიჭო. აი მე აქ ვარ და დედას ფიცავარ, ჩემი სიტყვა ყოველთვის ამხდარა და ეხლაც ახდება, მაგ კაცის გვამს, აი აღდგომა დღეს რო გამოაცხადებენ, რომ აღდგომა დღეს დაიღუპაო, ან ერთი კვირით ადრე ან ერთი კვირის მერე, აი მერე ნახე მაგათ რა წერტილი დაესმება მაგათ არსებობას. მაგის ბიჭო ვის გააცრუებ, მაგისი სიკვდილი ესე ვერ გაიყიდება რა.
მაგისი სიკვდილი ჯერ 23 ნოემბერს ამხელა ვულკანი ამოახეთქვინა დედამიწას, იმიტომ რომ უკვე აღარ შეუძლია დედამიწას მაგისი საზიზღრობების ატანა, ხო? თქვენი საზიზღრობების ატანა აღარ შეუძლია, ხო? 23 ნოემბერს რომ მკვდარს მოანათლინეთ 700 ბავშვი, ხო? აი მაგას დედასპიცა ვარ, თუ მაგი შეგრჩეთ, თქვენ ნახავთ აი აგერ მე ვზივარ და ნახავთ თქვენ თუ არ დაგამხონ თავზე მაგათი გვამს წაგისმევენ მაგის ნაწილებს სახეზე. ისეთი რაღაცეები მოხდება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა, თქვენ მატყუარა საზიზღარო ფარისევლებო, თქვენ იახვე მადიდებლებო და იხვის გავარდნილებო თქვენ. ხო და აი მაგას გეუბნებით რა. წაუსვე ეგ ხომ ნაწილებად არის დაშლილი და უკვე გაღწნილი, იცი როგორ დონეზე გაღწნილია, რომ აი თვითონაც ვეღარ აიტანეს, ისეთი სუნია ყარს უკვე ბიჭო. ისეთი სუნია ასდის რომ ყარს და ვეღარ აიტანეს. ამიტომ ჩაასამარეს, თორე მაგას კიდე 1 წელი გააძლებინებდნენ ეგ რო არაყროლებულიყო. მაგას იმდენი ის შეუყვანეს საზიზღრული რაღაცა ჰორმონები მკვდარი ბავშვების და ნაწამი ხალხის, რომ ყარს კი არა, ისეთი სუნი აქვს, რომ აი ვეღარ უძლებენ უკვე თვითონ რა. მთელი საპატრიარქო აყროლებულია ბიჭო, აყროლებულია მაგის სუნით. რას ბოდიალობ კუდიც გექნება, წადი რა შენ კუდიანებს მიხედე, შენ ვიღაცა თამუნახარ დაქირავებული, წადი რა შენ აყროლებულ გვამს მიხედე იქ რომ ვითომ კლინიკაში რომ გადაიყვანეს რა. ხო. ასე რომ ჩემო კარგებო, ეხლა ისე განვითარდება და ისე გაამწარებენ ხალხს პროსტა ამტყუილებით, რომ ნახავთ თუ არ მოხდება ის ეხლა რაც გითხარით რა. ამინ ამენით იესო ქრისტე, აი ესე უნდა მოხდეს. იმიტომ უნდა მოხდეს ესე რომ არ შერჩებათ ეგ ტყუილი მაგათ. შანსი არ არის რომ სატანაა ეგ. ბავშვების ხორცი აქვს მაგას ნაწამები ბავშვების ხორცი აქვს მაგას ნაჭამი და ნაწამები ბავშვების ჰორმონები აქვს მაგას შეყვანილი. ხო და მაგას ნახავთ, აი თუ მაგათ ეგ ტყუილი შერჩეთ, აგერ მე ვარ და აგერ თქვენ ნახავთ მაგას რა. სრულიად საქართველო გაიგებს რომ მაგრა იტყუებოდნენ, სრულიად საქართველო გაიგებს მაგის სატანურ მხარეს, სრულიად საქართველო რა. აგერ ეპშტაინის ფაილებში ხო უკვე გამოჩნდა ვინც არის და იქ რო ყოფილა იმ გრინლანდია თუ რაც არის. მან ხომ ყოფილა მაგ კუნძულზე. მან ხომ უჭამია ბავშვების ხორცები, მან ხომ უყურებია ბავშვების წამებას. ხო და სრულიად საქართველოს მოსახლეობა გაიგებს, ისი არ ჩადებს ღმერთი მაგას მიწაში და მიწაში საერთოდ არ ჩაიდება ეგ რა. ისი არ დასრულდება ეგ ამბავი, ისე მოხდება. რომ სრულიად საქართველო აიხლა ვინც მე მლანძღავს და კუდიანს მიწოდებს, ხო? ისინიც გაიგებენ ცხვირში ამოიტყავენ და მე ნახავთ თქვენ, რაც მოგივათ რა. ცხვირში ამოიტყავთ შვილო ხელებს, ჩემს წინაშე. რომ ტყუნები ხართ, მაგასაც კარგად გაგაგებინებთ ღმერთი. ასე რომ ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ეს. თუ გინდათ რა თქვინდა რა შეგჭირდება თორე კი მაგრა გაკლიაო და რა ცოდო ხარო ნახოთ ვისაკლია ეგეც გამოჩნდება თამუნა ეგეც გამოჩნდება მალე თამარ რაღაც სპეციალურად დაგეგმილს გავს ეს ყველაფერი მიდი კლინიკაში მერე იტყვია მიდის კლინიკაში დაგეგმილს გავს ესე ყველა მიდის კლინიკაში მერე იტყვიან გარდაიცვალაო რაღაცა გეგმები აქვთ რაღაცა გეგმები აქვთ ო კაცმა ჭირი მალაო და ჭირმა თავი არ დამალაო კი ეგრეა კაცი ჭამიები არიან საპატრიარქოშიო კი სოფო ვიზია საუბარი ვიზა უნდა იყოს საუბარი დავით
ვინ მოთავსდა კუჭის სისხლის ღებინებით და თანაც აპარატზე შეერთებული, ვინ მოთავსდა სამავთყოფოში დღეს? იესო ქრისტეს წამებაზე მეტი მიაყენეს ეპშტაინის საქმეებში საცოდავ ბავშვებს, ხო? კი. და ამას ხელს უწყობდნენ სრულიად ეკუმენური გაერთიანების პრეზიდენტი ილია მეორე, საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი. გამოჩნდება მალე, ვინც იყო უწმინდესი და უნეტარესი. მაგის უწმინდესი და უნეტარესი სახე გამოჩნდება მალე, როგორი უწმინდესი და უნეტარესი იყო ეშმაკთა მოციქულებისთვის. კიდევ რასასწავი ყავს, უკვე გაირკვა იქ თავისი ფალოსებითა და ჩურებით რომ იმუქრებიან. მის სიცოცხლეშივე გააწმინდანეს და მიწას როგორ აკადრებენ. ბიჭო, მიწას კი არა. ეგრო მიწაში არ ჩაფლონ, ხო აყროლდა საქართველო. და მიწაშიც რო ჩაფლავენ, იქაც აყროლდება, თუ მტკვარში არ მოისვიან. მიყავს ეპშტაინის რიგრიგობით ყველა კანიბალიო. კი, აბა, ახლა მაგას შეინახავენ. უჭკვიანესი გონება გახსნილი გოგო ხარ თამარ, 100%-იან სიმართლეს ამბობ. დიდი ხანია მევუყურებ თქვენ ვიდეოებს. ხალხის მასა ვერ აღიგავს ამ სიმართლეს. ხალხის მასა ვერ აღიქვავს ამ სიმართლეს. მალე სიმართლეს ფარდა აიხდება და ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი აზრით მიხვდება სიმართლეს. ხო, მიხვდება. ნამდვილად მიხვდება. ერთმა მოგკითხა ამბები, ისიქ მისული ტიროდა. 700 ახალგაზრდის სულს ეკაჩებოდნენ ქაჯები. მოვიდა დედა ქართლისა, ყველანი ჩახსნა და იხსნა. აღარ მოდის ოძალები, საზვერეს ვეღარ გადვიდა. ილიას სული ტიროდა, მე და რამე ხიდა მეცა. რომ არ ზრუნავდი
გამაკრობენ სულელსა ღმერთი წელიც დაიახვეს რა დარზრუნავდი შვილებზე მე სულელს აღარც მიცავი რა დარვიღვაწე არცირე რა დარვიბრძოლე ქრისტესთვის ელიახვემ რომ გამცირა რა მეშველება ვინმე თქვი ამას დიროდა ილია სამშვიდობელ მიღმამ ჯდომარე მოელის მრავალ მოწამეს ნათურის სულებს რომ წავე სულების გამოსალმებას დაარიწოდა რომ სულ სხვა დრო რომ მოსულა მალულე აც უკდავება დაიწყო სულები აღარ მიდიან კაცნი ყოველნი ამ ქვეყნად უკდავად გარდა იქმნიან აპრილის დროს, როცა პრეზიდენტს გაუგზავნია თავისი ხალხი, რომ მიდით ილიასთან საპატრიარქოშიო და უთხარით, რომ ქაშვეთის ეკლესია ტყვია წამალით და ავტომატებისგან განთავისუფლდესო, ხო, ტყვია წამალით და ავტომატებით ბისგან განთავისუფლდესო, შიგნით არც შეუშვიათ ბიბლიას თარგმნიდნენ თურმე. შიგნი არც მიუღია პრეზიდენტის გზავნილი ამ ტიპს რა. ესეთი მაგრა დაეხმარა ჩვენს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც მოგვიპოვა თავისუფლება. ენა შეგვინარჩუნა პირველ რიგში და მერე კიდე თავისუფლება მოუპოვა საქართველოს და აი ესეთი პრეზიდენტის გზავნილი ფეხზე დაიკიდა. ჯერ მაგას რამდენი ადამიანის სიცოცხლე აწევს, სიკვდილი აქვს, სიკვდილში ხელი უსვია, ხო? მერე გარდა იმისა, რომ ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარე დღემდე არის და არ გამოსულა, ვითომ ამბობენ, რომ გამოვიდაო. გამოვიდა კი არა, ჯერ რომ დაჯდა, ეგ არის საკითხავი, როგორ დასვეს, ხო? ანუ იქ არ დასვავდა ეპშტაინის ფაილებში, ამოვარდა ეგ კაცი, რომ იყო მანდ მონაწილე. და თუ იყო მანდ მონაწილე, ბავშვის კი არა და ადამიანის ხორცი ნაჭამი აქვს. ბავშვების ნაწამები ჰორმონებით გაჭრეპილია. და ესენი კიდე მეუბნები ის დროც მოსულაო ეს ვიღაცა გონება ჩლუნგი წერს რომ ეს დროც დადგა სატანები ანგელოზებად ასაღებენ თავსო რა მანო წერს ვიღაცა ბანძი წარმომადგენელი რომელიც აზი არ არის თავისი ქვეყნის ისტორიის ან არის იაღოველი ან არის იახვეს მადიდებელი აგერ ხო აცხადებს ელიახვი არისო ღმერთის სახელიო ხო აგერ ჩაგირთოთ ჩაგირთავთ ახლა ვერ რომ იწოდებენ იაღოველი ხარო. განახებთ ვინ ხართ იაღოველები. ეხლავე განახებთ თქვენ თურმე ვინ ყოფილხართ. თვითონ სახელი ელია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სახელი შეიცავს ღმერთის სახელს ორჯერ ელ იახვე.
მე ვარ იაღოველი თუ თქვენ ხართ იაღოველები? ხო, ზოგმა შეიძლება შოკიც მიიღოს ამისგან. აი ასე მეგობრებო რა. გაიკვევა ეხლა ვინ არის იაღოველი, ვინ არის კუდიანი და ვინ არის აყროლებული. გაირკვევა. მამა გაბრიელი კარგად გვანიშნებდა ხელს, ხო ესე რო გვანიშნებდა, ესე რო შეხვდა მაგას. კარგად გადამიღეთოთ ან უთხრა. ილია მეორის გამოჩენის დროს და მერე ამბობდა ილია მეორის ხელზე, როგორც ეშმაკის რქები როგში რომ იციან, მიგვანიშნა რომ ვის ვცემდით თაყვანს. ეგ ვიდეო ხომ არის დააკვირდითო? კი, დააკვირდნენ, ეხლა ყველაფერი გამოჩნდება. მამა გაბრიელზე რა სიტყვითო? მამა გაბრიელს ნათქვამი აქვს, რომ 50,000 სული ყავს მაგას ჯოჯოხეთში ჩაყვანილი. ილია მეორის ჯერ კიდევ მაშინ. და ეხლა რა იქნება წარმოგიდგენიათ? ილია მეორის ყავს 50,000 სული ჯოჯოხეთში ჩაყვანილიო. ამას ამბობდა ბერი გაბრიელი თურმე. ანგელოზის ფრთები არ დაგისველდეს წვიმ საკუთარ ცოდვებს მიხედეთ, ვინც მოგცათ სხვისი განსჯის უფლება, ღმერთო რა დედა მგშობათ ასეთი. რა ფრთები რის ანგელოზები ცოტა ვერ ახარ შენ ჭკუაზე რა. ხო, თან ორი სახელი აქვს, იახვეო რა, იახვეო. ჟიადის პირველი მტერი იყო შევარდნაძესთან და იმ დროის ჩარეცხილოსინდისო ელიტასთან ერთად გამოუთხარა ახალ საქართველოს ძირი, ვის მცემდით თაყვანს. ხო, საქართველოს ძირი გამოუთხარა და ეს ხალხი, ვინც ილიას მადიდებელია, ყველა ან დააფალოსეს მაგრად და დააყლევეს, ან კიდე ყველა ებრაელია და მაგარი უსწორდებოდა, რომ მაგათი მამა ქართველებს საქართველოში ჩაგრავდა, ჯაბნიდა და იაღოველებს ხელს უწყობდა. გაუხარდებათ, რატომაც არ გაუხარდებათ. წმინდანია, ანუ გაბრიელი თუ არასწორად ცხოვრობდა? ბერ გაბრიელს გულისხმობ? ანუ შენ გინდა გაიგო ჩემი აზრი, ბერი გაბრიელი არის თუ არა წმინდანი? ბიჭო, წმინდანი არ არის პირდაპირ შუა სცენაზე ავიდა და დაწვას სტალინის კი არა და ლენინის დროშა იყო თუ სურათი. რაც იყო იქ აბრა იყო თუ რაც იყო, ხო? ხო დაწვა. ხო, მერე რას აკეთებდნენ? ვინ აკეთებდა ამას? ვინ გააკეთებდა მის გარდა? წმინდანის გარდა ვინ გააკეთებდა მაგას? ხო, მერე? ანუ რა გამოდის ახლა? საქციელებიდან ნაყოფით შეიცნობა ადამიანი, ხო, წმინდანია თუ არა? ის რას ლაპარაკობს, იმით არ შეიცნობა. მისი ნაყოფით შეიცნობა. ნაყოფი იყო კარგი. სატანას აუკიდა ცეცხლი შუა სცენაზე. სიკვდილზე წავიდა. ხო, მაგრამ არ მოკლეს. იმიტომ არ მოკლეს, რომ ღვთისმშობელი გამოეცხა და პირდაპირ იმ პირს, რომელსაც უნდა დაეხვრიტა გაბრიელი. და მერე გიჟად შერაცხეს. ღვთისმშობელმა რა განუცხადა, იცი? ხელი არ დაადოთო ამ კაცო. თორე დედაბუდიანად დაწყევლილი იქნებითო. ეს განუცხადა და გამოვიდა ეს კაცი შეშინებული, ვინ იყო ეს ქალი აქ რო გამოვიდაო, ეკითხებოდა ბერ გაბრიელს. არავინ ქალი არ გამოსულაო. უთხრა ბერმა გაბრიელმა.
ესია მეგობრებო, საჭირო ადამიანებს წმინდანები იცავენ. გუშინ ილია მეორის გველის წიწილმა ჩემზე წერა. რა წერა იცით? მოკვდა, თამარი მოკვდა. მოკვდა. მკვდარი კვდება. ცოცხალი ვერ კვდება. ბიჭო, რამდენი დაფალოსებული ხალხი ყავთ რა. დიდხანს გვიცოცხლეს, მოდი ღმერთმა. რა დიდხანს უნდა გიცოცხლოს, ბიჭო, მკვდარი რანაირად უნდა გიცოცხლოს ღმერთმა დიდხანს. მკვდარი. იმისი არ იყოს. ერთმა დამიწერა, რომ ყველაზე პრიკოლი ის იქნებაო, რომ გამოიყვან, გამოაჯამრთელებენ და ისე ტახტში ჩადებენ. არ გამიკვირდება ეგრე რო ქნა. არ გამიკვირდება. არა, დასრულდა, მაგათი დრო დასრულებულია მეგობრებო. დასრულებული. შეომორჩა. კაპიტო. Finito. ეხლა ველოდები ძალიან ბევრ ცვლილებას და სვანების გააქტიურებას ველოდები. თუ სვანები გააქტიურდებიან, მეგობრებო, თამარის აკლდამაც მალე გაიხსნება. ხო და აბა თქვენ იცით, მე გელოდებით ყველა სვანს. თუმცა თამარის აკლდამის გასაღები ეკლესიის შესასვლელის გასაღები ვისაც აქვს, ილია მეორის ფანია. ჰალო. ხო დაინახავთ ეხლა რომ ილია მეორე ეხლა ყველაფერი ამოვარდება მაკაცზე. ყველაფერს ამოაგდებენ, ნახავთ და დაინახავთ თქვენი თვალით, რომ ილია მეორე ფანი კი არა და დაინახავთ რა. წინასწარ რო არ გითხრათ, დაინახავთ ვინც იყო ეგ კაცი. აი ისა ნიჟარაძეებო, მე თქვენზე მაქვს საუბარი. ნიჟარაძეების ერთ ჯგუფზე. ქალბატონები, რომლებიც ილია მეორე ძალიან იცავდნენ იქ. მაცხოვრის ეკლესიაში. მადლობა риმა. გაიხარე, ღმერთმა გისმინოს. ცხონებული აკაკი ჯორჯაძე იძახდა პატრეს ხომ უთხრა იესო ქრისტემ დრო მოვა და თვითონ შემოგარტყავენ სარტყელს და წაგიყვანენ სადაც არ გინდაო და ილია მეორეს აფრთხილებდა აკაკი ჯორჯაძე სიმართლე თქვი და გადარჩებიო. თორემ იოტა ანუ იუდა ისკარიოტელი თავს აღარ უნდა იხჩობდესო. ეგ იუდაც არ იყო. ეგ არ იყო იუდა. ეგ იცი ვინ იყო? ეგ კაიაფა იყო, ვინც ქრისტე ჯვარს აცვა. ეგ კაიაფა დასრულდა მაგის დრო. მაგათი დრო დასრულდა. გინდა გითხრათ რატო დასრულდა? იმიტომ რომ ყველაფერს ფარ დაავხადეთ სიდონში. ყველაფერს ფარ დაავხადეთ და გადმოუყირავეთ, როგორც თავიანთი შვიტოტა მენორა, ისე გადმოუყირავეთ თავიანთი ტყუილები. ხო და მე ახლა ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა ეს ცხადში. და აგერ უკვე დაწყებულია და არა მხოლოდ ეხლა არის დაწყებული. ეპშტაინის ფაილები რო გამოვიდა, მაშინ დაიწყო უკვე გამოაშკარავება. იმან, რასაც ჩვენ ავხადეთ სიდონში ფარდა. ფიფკი აბსოლუტურად ერთ ჭრილში, სინათლე გავიყვანეთ ერთ ჭრილში. ანუ გამოდის, რომ ყველაფერს ფარ დააეხდება ეხლა. შანსი არ არის, ეხლა გამოვა, პანტა-პუნტით გამოვა ის სიმართლეები, რომელიც დაფარული იყო. იმიტომ რომ უკვე ფიფკი გავმართეთ. მოვიდა ფიფკია. აი და დაგერიათ ეხლა ფიფკია. ფიფკია. აბა შვიდო ჯუჯა. აბა თქვენ იცით. ვის მხარეს დადგებით ეხლა? ძალიან მაგარი იდეა დევს მაგ ფიფკია და შვიდი ჯუჯაშიც რა რო იცოდეთ და
სხვათა შორის ძალიან კარგად ასახავს დღევანდელ საპატრიარქოს და დღევანდელ ვითარებას საერთოდ. ფიფქია რო გამოჩნდება და რო არ უნდათ რომ დაინახონ ეს ფიფქია ვინ არის რა და ისევ იქ რო დადიან ალმასის საპოვნელად. არა და ალმასი უკვე თავიანთ სახში არის, გესმის და ეს ჯუჯღუნა რო არის ჯუჯღუნა ერთი. ბოლოს ეგეც აზრზე გონზე რომ მოვა. ხო. აიგეთი ვითარება ხდება ეხლაც. აბა თქვენ იცით მღვდლებო, თქვენც თუ არ გინდათ რომ მიყვეთ, მაგრამ უკვე მისაყოლი მიყვა აგერ ილია მეორე რომ მოკვდა 23 ნოემბერს, მერე მიყვა ჯოჯუა, მერე მიყვა დანარჩენები და დღე არ გადიოდა, დღეზე გამოჰქონდათ გვამები. აი ეხლა უკვე. ხო, ვინც დარჩნენ, ხო, აი თქვენს პატრონს, ეხლა თქვენი გარეცხვა დაიწყება. ხო, თანაც მყრალი საფნით, მაღალ პროცენტიანი საფნით დაიწყება თქვენი კარგად გახეხვა მდუღარე წყალში. და ფრთხილად იყავით მეთქი, ამიტომ გაფრთხილებდით თქვენ. ვიღაცამ დაწერა თურმე მემკვიდრეობას იყოფდნენ და ამიტომ იყვნენ ჩუმათო და გადაინაწილეს ეთყობა ის მემკვიდრეობა, ეთყობა გონიათ, რომ კიდე ის დრო დარჩება, ზედაც ოქროს და ვერცხლის ფასი აქვს. ვახჩე დედასა. აღდგომა რო არ უნდათ. დედა როგორ არ უნდათ აღდგომა და ქრისტეს დანახვა. დედა როგორ უხარიათ და ამბიონები და რო გილოცავენ, რო გილოცავთ და მადლობას გვიხდიან, რომ გადადეთ 10 წლითო კიდე ეს მეორეთ მოსვლაო. დედა როგორ უხარიათ. გაგახარებთ მამაზე ციერი მალე და გამხობთ თავზე მაგ ტყუილებს. მესმის რომ ვინმე არ მოგწონდეს, მაგრამ ვინმე სიკვდილი ადამიანს გიხაროდეს უკვე სადმე დამინახე გახარებული? აი სადმე და გახარებული დამინახე? გორდეზიანო ანუ კი. სადმე მიხარია? აი რაღაცა, უი რა კარგია ვთქვი? სადმე ვთქვი ეგ? ყლინჯო შენ. ფუფ. ბიჭო, რაც დასანახია, იმას არ ხედავენ და რაც არ არის, იმას ხედავენ. ვერ გავიგე ეს ხალხი როგორ გამოაყლევეს მართლა რა ყველგა რა. ყველა როგორ გამოგაყლევეს ამ ხალხმა რა. გაუქმებულია, გამოაცხადეს კი არა მაგასა, გამოგიცხადებენ აღდგომა დღეს და ვინ გამოგიცხადებს? მკვდარია 23 ნოემბერს მოკვდა მეთქი, გითხარი, გასული წლის 23 ნოემბერს მკვდარი იყო უკვე. მკვდარს მოანათლიანეს 700 ბავშვი. და იმ დღიდან მოყოლებული ყვირივა, რომ მკვდარია, ხალხო, რას საკეთებინებთ, ხალხო, როგორ ანათლინებთ მეთქი მკვდარს ბავშვებს. მერე გადაინაწილეს მისი ტრილიარდები, გადმოინაწილეს და გაიყვეს პოსტები ისენი და ეხლა გამოაცხადეს შეიყვანეს შუა ღამეზე თურმე კუჭი შეუწუხდა. შუა ღამეზე, ბიჭო, შუა ღამეზე ძინავს. ვინ ადგას თავზე მას? ვინ ადგას? ერთი რომ დაეყვირა ისეთ ოთახშია, რომ მაგის ყვიროს ვერავინ ვერ გაიგებდა. შუა ღამეზე გადაიყვანეს კლინიკაში. ხო, ბებია თქვენისამა შუა ღამეზე კლინიკაში გადაიყვანეს, კუჭიდან სისხლი მოდის, ანუ პირიდან მოდის სისხლი და ჯერ არ გაუკვევიათ, უკვე კუჭიდან მოდის სისხლი. გესმის? ნათელფხილველები არიან, დაინახეს ეს ექიმებმა და მეტი ვერაფერი ვერ დაინახეს. მარტო ეგ დაინახეს, რომ კუჭიდან მოდის სისხლი და თანაც აპარატზეა შეერთებული კაცი. აპარატზე. სასუნთქ აპარატზეა შეერთებული და ფილტრები აწუხებსო, ის კი არ თქვენს, კუჭიდან მოდის თურმე სისხლი და მაგიტომ გადაიყვანეს და თან აპარატზე შეერთებულია. ყველაფერი რიგზეა კუჭის გარდა, თურმე. ბიჭო, მანამდე მაინც მოიფიქრებინა დამჯდარი იყვნენ ისე, რომ დაეწერათ, აი რა ვთქვათ ისეთი, რომ აი ხალხს მართლა დავაჯეროთ, რომ ეს ეხლა რაღაც ცუდად გახდა და გადავიდა საავადმყოფოში რა.
რამე მოეფიქრებენ, მაგის ტრაკიც არა აქვს და გონებაც არა აქვს, რომ მოიფიქრონ ისეთი რამე, რომ თავისივე პირით არ აღიარონ, რომ თვითონვე იტყუებიან რა. ბანძები ეგენი. გავუკეთდა ყველაფერი და ყველაფერი გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაკეთებული იყო და ეხლა არის ისე, როგორც უნდა გაკეთებული იყო ყველაფერი. ეს იყო ექიმის თქმა. ატრიალა ერთი და იგივე სიტყვა, იმიტომ რომ მასალა არ ქონდა, რა უნდა თქვას, მკვდარი შემოიყვანესო, იმას ეტყვის? ვაჰ, როგორ ჩაითრიეს ეს ხალხი, რამდენს გიხდიან მაგის დედავატირე, რამდენს გიხდიან იმაში, რომ ესეთი ტყუილები მოყვეთ რა. აი, კიდევ მაგას გეტყვით რა. მაგ სატანას, აყროლებულ სატანას, მის დაკრძალვაზე გადმოაყირავებენ და მერე ნახავთ რაც მოხდება რა. თუ ებრაელების ღმერთის რჩეული ხალხია ბიბლიის მიხედვით, თუ ამ სამყაროში მხოლოდ ერთი ღმერთია, ჩდება ლოგიკური კითხვა, ვინ არის ქრისტეს მამა, ან ქრისტე რომელ განკაცებული ღმერთია. აი ხლა ეს კითხვა ძალიან უადგილოა რა. ფიცი მწამს ბოლო მაკვირებს, რომ ეს ჭირს საპატრიარქოს, ხო? ხო, შალვა ეგ ჭირს. წავედი ახლა მეგობრებო და რა ვიცი, მალე ძალიან დიდი ცვლილებები დაიწყება, ძალიან დიდი ცვლილებები საქართველოს შიგნით. და მალე ის რაც ეპშტაინის ფაილებიდან გამოვიდა საქართველოზე, ისეთ რაღაცებს გაიგებთ იმ ხალხისგან, ვინც ვითომ სასულიერო პირები იყვნენ, ისეთ რაღაცებს გაიგებთ, მოემზადეთ, შეემზადეთ შინაგანად რა. სულიერად მოემზადეთ, რომ დაიშოკებით. ანაკამდე რას ვაკეთებდი? 1500 ვიდეო მაქვს ჩაწერილი და იქ ვამბობ რას ვაკეთებდი მაგ 1500 ვიდეომდე და კიდევ იმის იქით და ყველა ნახეთ თუ გინდა რა. ეხლა ესე უცბად როგორ გითხრა გურამ. თამა რამდენი სასულიერო პირი აყვა მაკლოუნა და ტყუილს და კიდევ რამდენი აყვება. ვეღარავინ ვეღარ აყვება. ეხლა ეგენი ვინც აყვნენ, უკვე ყველა გაირეცხება 90%-იანი აყროლებული საპნით, თქო, ხო გეუბნებით, აყროლებული საპნით გაირეცხებიან ეგენი. მეორე მოსვლას როგორ გადადებენ? ვერ გადადებენ, შანსი აღარ აქვთ უკვე. გამოვიდა ყველაფერი, აიხადა ფარდა, აიხადა ყველაფერს და რანაირად გადადებენ. თავად ძალიან უხარეთ ამ ავადმყოფებსო. ნინო მალე გაიგებ, რომ ძალიან ავადმყოფების ხელში იყავი საერთოდ რა და ავადმყოფები რო იყვნენ იქ შიგნით, იმასაც გაიგებ. წავედი ახლა აბა გაკოცეთ.